ერთი სიტყვით, როგორც ხედავთ, ტიპიური ორშაბათი გქონდა, უნიუსო იყო და რა თქმა უნდა, უნიუსო ორშაბათი, აი კი ვხედავთ რაც არის რა. ძირითადად დებს ხოლმე ერთ მოძრაობას და მერე იკეტება კონსოლიდაციაში და ესე კონსოლიდაციით უაზრობს მთელი დღე. აქ მარკეტზე რაც შეგვიძლია რომ ვნახოთ, ერთ დღიანზე რო გადავიდეთ, აქ აქვს მარკეტს all time high დადებული. გაშვება liquidity, all time high liquidity და დადო ახალი all time high. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბულიშები ვართ მარკეტზე და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მაღლა და მაღლა წავა, მაგრამ დღეისთვის პატარა შორტს გეგმავდი, რახან მანიპულაცია დღეს უკვე გააკეთა. 15 წუთიანზე რო გადავიდეთ, სანამ მარკეტი გაიხსნებოდა. აქ დავინახოთ ესეთ რაღაცას რა, რომ აი ამ ჰაიზე და აი ამ ჰაიზე არის SMT გაკეთებული. ES-ს რო გადავიდეთ, აი ეს არის higher high აქაც არის დადებული და ამ high-ს არ აქვს მოხსნილი რა. Nasdaq-ის შემთხვევაში კიდევ პირიქით იყო. აქაც მოხსნილი აქვს ES high და Nasdaq-ის შემთხვევაში არ ქონდა მოხსნილი. ხო, დავინახეთ SMT. ახლა რას ვეძებთ მარკეტზე? მარკეტზე ვეძებთ სტრუქტურის ცვლილებას, ან breaker blocks, ან fair value gaps და ეს რაღაცებს იმის შემდეგ, რაც უკვე დავადგენთ მიახლოებით საით აპირებს მარკეტი წასვლას. აქ უკვე ვიგმოვდით shorts, იმიტომ რომ SMT იყო high-ებზე, პლუს მაღალ PDR rate გვაქვს, რომ liquidity გასვება all time high მარკეტმა და ამ სურათზე რაც შეგვიძლია ვნახოთ ახლა. აქ გვაქვს mitigation block-ი, ეს იქნება ჩვენი mitigation block-ი. Mitigation block-ში გვაქვს fair value gap 15 წუთიანი აი ეს ადგილი და ამ ადგილს ქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა short-ის პოზიცია ამ მარკეტზე ვალიდური იქნებოდა თუ არა. ამ შემთხვევაში რა იყო ახლა აქ მიზნად რა? უნდა ამოსულიყო მარკეტი გახსნის მერე და შეხებოდა ამ fair value gaps, ან შეევსო, ან 50%-ზე დარეჯექტებულიყო. აქ რასაც ვხედავთ, შეავსო fair value gap-ი, ოდნავ მაღლა წავიდა, აქ წინა სანთლის liquidity-ც მოხსნა და ES ადგილი არ იყო მოხსნილი, აქ ქონდა SMT. და ერთ წუთიანზე რო გადავიდეთ, ხო რაც თავარია დაიკეტა 15 წუთიან gap-ში, არ დააინვერჯენა. და ერთ წუთიანზე რო გადავიდეთ, აქ high-ზე SMT გვაქვს და აქ რასაც ვხედავთ, არის სტრუქტურის ცვლილება, fair value gap-ში ретესტი და აქედან საკმაოდ კარგი რეაქცია მარკეტის გახსნამაც სუდაბლად ჩამოაგდო ფასი. აი აქ შეგვეძლო ტრეიდში შესვლა 50%-ზე ან fair value gap-ის, ან სტრუქტურის ცვლილების დროს. ერთი მინუსი ის იყო, რომ მარკეტი იხსნებოდა და მარკეტის გახსნის დროს წინა 5 წუთი ძალიან სარისკოა ტრეიდში შესვლა და ამიტომ თუ ზოგადად ესე შეხვალთ ხოლმე ტრეიდში, ნახევარი პოზიციით ჯობია ვაჭრობა და რა თქმა უნდა პირველი თარგეტი იყო ლონდონის low. ლონდონის low-ის შემდეგ გვექნებოდა თარგეტად ეს equal liquidity აი ამ ადგილებში რაც ქონდა დაგენერირებული. აქედან მე range-ი ჩაიკეტა. სესიის პირველ fair value gap-ზე რამოდენიმეჯერ ამბაუნსდა და აქ ესე მთელი დღე მე უაზროდ გააგრძელა. აქ თუ დავაკვირდებით კიდევ ქონდა ამერიკის დროით 2 საათი შესრულდა თუ არა, ანუ 4 საათიანი სანთელი, ახალი 4 საათიანი სანთელი გაიხსნა თუ არა, მანიპულაციის მიზნით ჩამოვედით დაბლა, გავშვებეთ liquidity და აქედან დისტრიბუციით წავიდა მარკეტი და დღეს თუ long-ს აპირებდით, long-ის ვარიანტი იქნებოდა ეს იდეალური. და დღევანდელი თარგეტიც იქნებოდა, რა თქმა უნდა, ისევ all time high. სულ ეს იყო დღეისთვის.